მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და წილად ხვდა ესეთი ტვირთი, მე მგონი უკვე ასე გამოვიდა, რომ ამ მიტინგის იმ ორგანიზატორთა შორის ყოფილიყო, ვინც შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება აქციის დაშლასთან დაკავშირებით. ბექა, შენ უკვე იცი ის გამოხმაურება, ის კონტექსტი, რაც შეიქმნა, ხო, აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. მაინტერესებს, მიგაჩნია თუ არა შენც, რომ აი ეს რაც ნინომ თქვა, ზურგს უკან ხელისუფლებამ დაიყენა ნაციონალისტური კონკრეტული ჯგუფები საიმისოთ, რომ თქვენთვის არ დაეტოვებინათ სხვა გამოსავალი თუ არა მათ მიერ მოყვანილ ყვითელ ავტობუსებში ჩაჯდომა და გადაადგილება, სადაც ისინი მიგითითებდნენ იქით. იცით რა, მე არ ვიცი ეს მიჭეს ესე პირდაპირ განვაცხადა, რომ ეს ესე იყო. ვინაიდან რეალურად მიმაჩნია, რომ იქ ყოფი ადამიანების უმეტესობა კონტრაქციას გულისხმობ, უბრალოდ შეცდომაში არის შეყვანილი. ეს არ ვიცი ვისი მხრიდან არის შეყვანილი. ეს არის ხელისუფლების, უსაფრთხოების სამსახურების, საპოლიციო ძალების მხრიდან თუ რაღაცა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან. მე მჯერა, რომ მათი უმეტესობა არის შეყვანილი შეცდომაში და რაღაცნაირად დავიჯერა, რომ მათთან საუბარი შესაძლებელია. მე გუშინ აქციიდანაც მივმართე და მოვუწოდე, რომ პრინციპში, რასაც ახლა საუბრობ და მაგალითად ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომ ჩვენ ვითხოვთ ნარკორეალიზატორების უფრო აქტიურ საპოლიციო მოქმედებებს დასჯას და ლიბერალურ პოლიტიკას მოხმარებლებს. ანუ ჩვენი მესიჯბოქსია. ანუ ჩვენი რეფორმის თქვენ გაქვთ რაღაც საერთო წერტილები, მოინდომეთ, ხო? ასე გამოდის. ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან მძიმე მოქალაქისთვის, როცა უყურებ რო სრულიად გონიო შეიძლება რომ უკანა რიგიდან ბექას მიკროფონი მივცეთ ხელის, ვინაიდან ცოტა ცუდად ისმის მის მიკროფონში მეუბნებიან. დიახ, ბექა. ანუ ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქის ძალიან მძიმეა იმის ხილვა, რის ხილვას გუშინ მიწევდა აქციიდან, ტრიბუნიდან, რასაც ვადევნებდი თვალყურს. რეალურად იქ იყო კრიზისული ვითარება, იქ იყო პანიკაც, შიშიც, და ვცდილობდით რომ რაღაცა ეს მოხდი, ანუ არ გადასულიყო ესკალაციაში. ძალიან ვცდილობთ რომ შეგვენარჩუნებინა რაღაცნაირი სიმშვიდე და სტაბილური მოცემულობა, იგივე დაპირისპირება აგვერიდებინა თავიდან. ეს იყო ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის. თუმცა აქ რა ჩდება, რა კითხვა ჩდება, იცით უფრო გქონდათ თუ არა დრო საიმისოთ, რომ რაიმე ალტერნატიულ გამოსავალზე, ალტერნატიულ გზაზე დაფიქრებულიყავით. აი რაც შემოგთავაზა ჩინეთის საქმეთა სამინისტრომ, იმის გარდა თქვენ შეძელით თუ არა რაიმე ვერსიის განხილვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რას გულისხმობთ? აი მაგალითად დავრჩეთ, განვაგრძოთ. ესე იგი, ეს კი იყო შემოთავაზება, რომ დაასრულეთ აქცია, მაგრამ შემოთავაზება შორის იყო და განიხილებოდა დარჩით თუ გნებავთ და ჩვენ დაგიცავთ. მაგალითად ეს მეორე ვერსია იყო თუ არა, თუ იყო ნათქვამი, რომ თუ დარჩებით, აქ ცუდი ფინალი ექნება თქვენს დადგენას. ხო, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა და ამას აქეთ მივდიოდი სწორედ. პრინციპში შიგნით მოლაპარაკება, ანუ როცა დაგვიძახეს დასალაპარაკებლად, მოლაპარაკებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა ეგეთ რაღაც, რომ მას უკვე უჭირდა კონტროლი კონტრაქციის მონაწილეებს, იმიტომ ეგზალტირებულები იყვნენ და ძალიან, ანუ ის ვერ შეინარჩუნებდა კორდონს, ესეთ მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა გამხდარიყო, ბოდიში, შესაძლოა გამხდარიყო საჭირო დარბევა. მათი დარბევა. ანუ თქვენ უნდა აგեղოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დაარბევდა პოლიცია მათ, ასე გამოვიდა. რაც ანუ ჩემთვის პირადად ეს იქნებოდა საკმაოდ მძიმე სანახავი. გარდა ამისა, ამ დარბევას შეიძლება მოჰყოლოდა დაპირისპირება კიდევ და რაღაც კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და გართულება სიტუაციის. ანუ პირველი ამოცანა ჩემთვის იდგა ის, რომ რაღაცნაირად გადაგვერჩინა როგორც ჩვენი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება და შეგვენარჩუნებინა მათი უსაფრთხოება, ასევე მე ანუ არანაირად ვერ ვიქნებოდი მათი დარბევის მომხრე, რადგან დარბევის წინააღმდეგ დავიწყეთ ფაქტობრივად ეს აქციები ჩვენ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები არიან შეცდომაში, უმეტესობა მათგანი არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანები და მე მგონია, რომ მათთან კომუნიკაციით რაღაცა შესაძლებელია. გამოდის, რომ მაშინ თქვენს დააკელით კომუნიკაცია მათთან, ვინაიდან კომუნიკაცია დასაჯერია. ხო, იცით რა, ძალიან რთულია რომ ლიდერი და უფრო მისერიდება ახლა, რომ იყოს ვთქვათ კატეგორიული ადამიანები. აქ მოყარეობაზე არ არის. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და გული
შემთხვევა ამ ქვეყანაზე და გული შემთხვევა იმ მოცემულობაზე, რაშიც დღეს ეს ქვეყანა იმყოფება. მე ამ ადამიანებთან შეგაშინათ ამ რეალობის წარმოდგენამ რაც შეიძლებოდა მომხდარიყო გამოვიდა ასეთ შეგაშინათ კრიზისის საფრთხე არსებობდა რეალურად რა ანუ კრიზისი უკვე იყო კრიზისული მოცემულობა და ჩვენ მუდმივად მოუწოდებდით პასუხისგებლობის აღებისკენ ვინმეს პოლიტიკურ პასუხისგებლობის საკითხს ვაყენებდით ხო უკვე ანუ კრიზისი იყო კრიზისი მარტო მაგ დღეებში არ იყო კრიზისი დაიწყო ადამიანების ინტოქსიკაციით და გარდაცვალების ფაქტებით და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ არასწორი რეფერენსებით და გადამისამართებებით ბრალდებებით ჯაჭვი იყო ის რა ესე ჩანს ამ შევა ლოგიკურად ასე ვითარდება ბექა დაგიბრუნდებით იაგოსთან მინდა გადავიდე სწორედ ამ კითხვით ნახეთ ჩვენ ვსაუბრობთ ფორმატზე რომელიც შესთავაზა შინაგან საქმეთა